გამარჯობათ, მე ვარ ვიდის მთავარი ადმინისტრატორი. ამ ვიდეოში მინდა შეგასწავლოთ ტორენტი და ტორენტ საიტებიდან გამოწერა, რა თქმა უნდა. ამ დროისათვის საქართველოში გათიშულია upload საიტები და ვერ ხერხდება ვერც კინოს, ვერც თამაშის და ვერც სხვა ფაილების გადმოწერა. ამიტომ გადმოვიწეროთ ხოლმე უმჯობესია ტორენტით. შევდივართ utorrent.com-ზე. გადმოვიწეროთ free ვერსია. აი ეს. ვაწვევით აქ. აქ არაფრის ჩაწერა არაა საჭირო, უბრალოდ თიშავთ. როგორც ხედავთ, გადმოიწერა, გავუშვათ. ვაწვევით რამს. Yes. Next. Akats next. Age. Next. აქ თუ გინდათ დატოვეთ ესეც რომ გადმოიწეროს, თუ არ გინდათ რომ გადმოიწეროს, ეს წიჩკა მოუშალოთ. Next. ეს არის Chrome-ში დამატებითი საძიებო პროგრამა, ასე ვთქვათ, მოყვება. რავი, მე არ ვაყენებ ხოლმე, თქვენ თუ გინდათ დააყენეთ. თუ გინდათ რომ დაყენდეს next, თუ გინდათ რომ არ დაყენდეს, აი ამ ორ წიჩკას მოუხსნით. ასევე მოყვება Skype-ი. თუ გინდათ რომ დაყენდეს, დავტოვოთ და finish, თუ არა და აი ასე და finish. როგორც ხედავთ, ტორენტი ჩაირთო. ახლა ცადოთ გადმოწერა. შევიდეთ რომელიმე ტორენტ საიტზე, მაგალითად. აი ამ საიტზე შევიდეთ და გადმოვიწეროთ რაიმე სიმღერა. აი ასე ვაწვევით, აი აქ ჩამოტვირთ ას, შემდეგ ჩამოტვირთავს ფაილს. ამ ფაილს გავხსნით, რა თქმა უნდა, და დავეთანხმებით. ოკეი. აქ არის გადმოწერის სიჩქარე. სხვათა შორის საკმაოდ სწრაფად იწერს ტორენტი. გადმოწერილი. ჩვენ შეგვიძლია აქედან ჩავთოთ. აი, ასე ორი დაწკაპონებით. აქ ორი დაწკაპონებით წონებზე იხსნება ფოლდერი, სადაც იწერს. წესი download ფოლდერში იწერს ხოლმე ყოველთვის. როგორც ხედავთ, გადმოიწერა თან საკმაოდ სწრაფად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვენ ამას. და რავი, გამოიყენეთ ტორენტი. სანამ ასე ვთქვათ, ჩაირთვება ქართული upload საიტები. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.